პირველ რიგში მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის, იმისათვის რომ გამოითქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრის და მოსმენის და ჩემი პასუხებისა. ვეცდები ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე და არ გავექცე არც ერთ კითხვას. და გულწრფელი სათქმო უნდა ვიყო. ვეცდები ყველანაირად. სხვანაირად არც მახასიათებს გულახდილად მინდა გითხრათ. პირველი თქვენი კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ გახანგრძლივდა ესე ვთქვათ ის პროცესი, რომელი პროცესის დაკავშირებულია კოალიციაში გაერთიანებასთან. მე მინდა გითხრათ, რა ვიცი, არ მგონია რომ გახანგრძლივებული იყოს ბატონი ივანიშვილის პირველი განცხადებები, როცა გასული წლის ბოლოს მან გააკეთა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ვისთან და როგორ აპირებდა თანამშრომლობას, თქვენ იცით, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა მაშინ არ იყო მოხსენიებული, არც ესე ვთქვათ დადებით კონტექსტში, არც უარყოფით კონტექსტში, არც იმ კონტექსტში, რომ ჩვენთან ითანამშრომლობდნენ, არც იმ კონტექსტში ჩვენთან არ უცილებლად არ ითანამშრომლობდნენ. აქედან გამომდინარე ის ნეიტრალური პოზიცია არსებობდა. მე მინდა გითხრათ, რომ მე პირადად მას არასდროს არ შევხედავდი და არ ვიცნობდი, აი ამ ბოლო პერიოდამდე, ხო მქონდა რამოდენიმე შეხვედრა. განსხვავებით ბატონი გოგისა, გოგი მას ძალიან კარგად იცნობდა, ისინი რაღაც გარკვეული საქმიანობაც ჰქონდათ ერთი პერიოდი ერთად და საკმაოდ დადებით და კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩამოყალიბებული წლების მანძილზე და წლების განმავლობაში. ის რომ როცა პირველივე დღიდან ალბათ ყველამ კარგად იცით, როცა ბატონი ბიძინა გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე, ბატონმა გოგიმ მის მიმართ საკმაოდ კეთილ განწყობა და საკმაოდ დადებითი პოზიცია დააფიქსირა და ყოველთვის აფიქსირებდა ხოლმე ამ პოზიციას. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ და ბატონმა ბიძინამ ეს ახსნა კიდევაც რატომ გარკვეული პერიოდის შემდეგ და არა თავიდან და იმავე დღეს და მეორე დღეს დავუშვათ, მან გააკეთა განცხადება, ეს თქვენი საშუალებით ბუნებრივია, პრესის საშუალებით ჩვენთვის გახდა ცნობილი, თუმცა მისი განწყობა ჩვენ ბუნებრივია ბატონი გოგის მხრიდან ვიცოდით, გააკეთა განცხადება, რომ იგი კოალიციაში ეპატიჟებოდა და სურვილი ჰქონდა მთელ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის და პოლიტიკურ ძალას, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს ეპატიჟებოდა კოალიციაში. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, როცა უკვე ჩვენ ეს ესე ვთქვათ მოპატიჟება მივიღეთ, ჩვენ გქონდა შეხვედრა, მეც ბატონ გოგისაც ერთადაც საცალკეც ბატონ ბიძინასთან და აქედან გამომდინარე ამ შეხვედრებიდან გამომდინარე ბუნებრივია შევჭედა პოზიციები და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კოალიციაში გაწევრიანებული იყო მთლიანად პოლიტიკური პარტია. იყო ნებათა ღელვა და პრესა ხშირად პრესაში მუსირებდა, რომ თოფაძე მარტო აპირებს და ხომ არ არის მათ შორის რაღაც ან გახეთქილება და რაღაცა. ვიტყვი მე მინდა გითხრათ, მაშინაც აღნიშნე და ეხლაც მინდა აღნიშნო და ყველამ რომ იცოდეთ, მე და ბატონი გოგი თოფაძე გახლავართ ჯერ პირველ რიგში მეგობრები ბავშვობიდან მოყოლებული, შემდეგ თანამოაზრეები ჩემო ბატონო მრეწველთა კავშირიდან მოყოლებული და შემდეგომ კიდე 1999 წელს ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად ბუნებრივია დავაფუძნეთ პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩა საქართველოს. ბატონი გოგი თოფაძე იყო ყოველთვის ამ პოლიტიკური ძალის ბატონო 59 თქვი? ბოდიში ვიხდი 1999 წელს. და დავაფუძნეთ პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩა საქართველოს და მინდა გითხრათ, იმ დღიდან გოგი თოფაძე ითვლებოდა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერად, პირველ პირად და დღემდე ესე ნარჩუნდება. ადრე იყო თავმჯდომარე, მე გახდეთ მოადგილე, შემდეგ მე გავხდი თავმჯდომარე, ბატონი გოგი გახდა პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს პირველი პირი ჩვენი პოლიტიკური მოძრაობის. არასდროს ჩვენ შორის არავითარი განხეთქილება არც ყოფილა და არც არასდროს არ იქნება, მე მინდა დაგარწმუნოთ, განსხვავებული პოზიციები, განსხვავებული აზრები, რა თქმა უნდა, რომც არ იყოს ოჯახში არსებობს და ძმებს შორის არსებობს განსხვავებული აზრები და მამაშვილსა და ცოლ-ქმარს შორის. რაზეა აქ საუბარი და მეგობრებს შორის. მაგრამ
ჩვენ ძირითად პრინციპებზე და მით უმეტეს პოლიტიკურ მიმართულებებში და პოლიტიკურ საკითხებში ყველა ორივე ერთნაირი მიმართულებით ვართ. იმის შემდეგ რაც ბატონმა ბიძინამ ეს განცხადება გააკეთა, გქონდა ჩვენც რამოდენიმე შეხვედრა. ჩვენ ამ განაცხადებას ბუნებრივია დამოუკიდებლად ვერ მივიღებდით, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა არ გახლავთ ერთი და ორი კაცი პოლიტიკური პარტია, მინდა გითხრათ, როგორც ზოგიერთ წარმოუდგენია. ჩვენ საკმაოდ ბევრი პირველადი ორგანიზაცია გვაქვს საქართველოს მასშტაბით რაიონებში, თბილისში 10 ორგანიზაცია 10 რაიონში და გარდა მაგისა 52 რაიონში საქართველოს მასშტაბით, სადაც არსებობენ და არიან პირველადი ორგანიზაციები, მათ ყავთ თავიანთი გუნდი, ესე ვთქვა და თავმჯდომარე და მოადგილე და მისი აქტივი, ჩვენ მოვიწვიეთ ისინი, როგორც თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ასევე რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მათთან ერთად განვიხილეთ რაიმე შეუთავსებლობა ხომ არ შეიძლება ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით. მხარდაჭერილი იქნა ბუნებრივია ეს პოზიცია და მხოლოდ ამის შემდეგ როცა უკვე მხარდაჭერილი იქნა ეს პოზიცია, ჩვენ ჩავატარეთ პრესკონფერენცია მე და ბატონმა გოგიმ და განვაცხადეთ ამის შესახებ. მე მგონი აქედან ეს პრობლემა თუ გაურკვევლობა თუ რაღაც საბოლოოდ ესე ვთქვათ ამომწყურავად გავეცით პასუხი. თუ რამე კიდე დამატებით არის კი ბატონო თუ. ხო, რაც შეეხება კვოტებს. ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ არავითარ კვოტებზე საუბარია არ ყოფილა და არ შეიძლება ყოფილიყო, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ კვოტებთან დაკავშირებით როცა შეიქმნება უკვე საარჩევნო ბლოკი, იცით რომ კოალიცია, მაგრამ კოალიცია მე უნდა ფორმირდეს საარჩევნო ბლოკად, ხომ სწორია რა, როდესაც უნდა მოხდეს სწორედ მუშაობა ამ სიებთან დაკავშირებით. ყველა ალბათ ყველას ყავს თავისი მომხრე, თავისი გუნდის წევრი, თავისი წარმომადგენელი. როცა უკვე ერთი ბლოკი იქნება, მე მიმაჩნია და მარტო მე კი არა, ალბათ სულ ყველას ჩვენ მეგობრებს და პოლიტიკურ პარტნიორებს, ყველას მიაჩნია, რომ იქ უნდა იყოს წარმოდგენილი შენი კი არა, ვინ უფრო უკეთესი შეიძლება იყოს, რომ წარვადგინოთ საზოგადოების წინაშე, წარვადგინოთ სიისახით, ჩემო ბატონო. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ თავისი უფრო მეტი იყოს წარმოდგენილი, იმიტომ რომ თავისას უფრო ენდობა და თავისას უფრო ჯერა და უფრო იცის, მაგრამ ეს არის ობიექტური შეჯერებისა და ობიექტური განხილვის შედეგი უნდა იყოს. ისევე როგორც მაჟორიტარული კანდიდატების დასახელება და მათი წარდგენა ამა თუ იმ რაიონში თუ ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში. ეს არის მუშა პროცესი, ის მუშა პროცესი, რომელშიც დაუშვათ არ ამგონია, რომ მექანიკურად და ავტომატურად უნდა ვთქვათ, რომ ჩემი უნდა იყოს ამდენი, თქვენი ამდენი, იმისი ამდენი და ამისი ამდენი. ვისაც უფრო კარგი ეყოლება და ყველა დავრწმუნებით, რომ ეს პიროვნება მისაღები იქნება ყველასთვის, ისინი უნდა იყვნენ წარმოდგენილი სიაში. ეს სიაში ჩასაწერი ადამიანები დამერწმუნეთ, რომ ეს მისაღები კი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელებისათვის, ეს მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისათვის. და ეს საზოგადოებისთვის უფრო მისაღები იქნება ამაზე როგორც მაჟორიტარებზე, ასევე შეიძლება სიის დროსაც შეიძლება რაღაც კვლევები ჩატარდეს, რაღაც გამოკითხვები ჩატარდეს ამა თუ იმ რაიონებში, ამა თუ იმ უბნებში და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ამის ფორმირება. მე ესე მიმაჩნია და არა ის რომ წინასწარ ესე ვთქვათ მოხდეს ვაჭრობა, რომ ჩემი ამდენი, თქვენი ამდენი. დიახ, გენც. იცით რა შესაძლოა, რამდენი საინტერესო ადამიანი ყავს? კი, გასაგებია. თქვენ ამას განსაზღვრავთ და ვიტყვით მხოლოდ და მხოლოდ იმ პიროვნებებიდან, რომლებიც არიან აქტიური წევრები მრეწველებში და მრეწველთა პარტიაში. არიან აქტიური წევრები მრეწველთა პარტიის მხარდამჭერები, რომელთაგანაც ასევე მოხდება შერჩევა. და დამერწმუნეთ, ასეთი ძალიან ბევრია ნეტა იმის საშუალება იყოს, რომ ყველა მოხდეს ეს. რა თქმა უნდა, ყველა ვერ მოხდება. არა ათეულში ჩვენ შეგვიძლია ათეულში 10 კაცი წარვადგინოთ, მაგრამ ეს არის ზოგადად სულ ყველა ჩვენი წარდგენილი იქნება და სულ ყველაზე სხვის წარდგენილზე უკეთესი იქნება, ხო სწორია? დამერწმუნეთ, რესურსი იმის საქართველოში ძალიან ბევრი არსებობს და მხარდამჭერებში, მრეწველთა მხარდამჭერებში საკმაოდ ბევრი არსებობს. ყველაზე მეტი კოტა მოდი გულახდილად ვთქვათ, გულახდილები გულწრფელები უნდა ვიყოთ, ბუნებრივია კოტა ესეთი თუ იარსებებს, ექნება ქართულ ოცნებას ხომ სწორია. იმიტომ რომ ჯერ იმიტომ რომ
მოდით პირდაპირ ვთქვათ, ქართული ოცნება რა დროს ჩამოყალიბდა, რა დროს შემოვიდა ბატონი ბიძინა პოლიტიკაში და რამ განაპირობა აი თუნდაც ეს ინტერესი, რაც დღეს არის აქ ამ დარბაზში და ინტერესი, რომელიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში პოლიტიკურ არენაზე ხორციელდება, ხო? თქვენ იცით გასული წლის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, საერთოდ პოლიტიკური, ანუ ოპოზიციური პოლიტიკური ესე ვთქვათ, აქტივობა ძალიან დაბალი იყო. და ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ, აი თითქოს ახალი ცხოვრება დაიწყო პოლიტიკაშიო, მან გამოაცოცხლა, მინდა გითხრათ, არა მარტო ოპოზიციური პარტიები, არა მარტო ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, არამედ თვით სახელმწიფო პარტიაც. და თქვენ ყველამ კარგად იცით, როგორ გამოცოცხლებულები არიან და როგორ მოქმედებენ ისინი და თავის ინტერესებს იცავენ ბუნებრივია, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს გამოცოცხლება, რომელიც ამ პოლიტიკურ არენაზე, პოლიტიკურ სპექტრში შემოიტანა ბატონმა ბიძინამ, მთელი თავისი შესაძლებლობებით და თავისი აქტივებით, ბატონო, ბუნებრივია, რომ მას ექნება წამყვანი პოზიცია და მას ექნება უფრო მეტი გადამწყვეტი სიტყვის უფლება, ესე ვთქვათ, თავის კოალიციაში. რა თქმა უნდა. დავამატებ ბატონ ზორი, ნიშნავს თუ არა ამ დეკლარაციაზე ხელის მოწერა, რომ თქვენ უღალატეთ თქვენ შეხედულებებს მრეწველებმა ნატოსთან მიმართებად. არასდროს მრეწველების პოზიციები არ შეუცვლია, არ შეიცვლიან და არც არასდროს არ ღალატობს მით უმეტეს თავის პოზიციას და თავის მიზნებსაც და თავის ესე ვთქვათ დანაპირებს. რაც შეეხება ნატო და ნატოსთან მიმართებაში. იცით რა შესაძლოა, ძალიან ბევრი საუბრობთ ბოდიშვიხტი სულ ყველასთან აბსოლუტურად. ნატოში გაწევრიანება, ნატო, მაგრამ დამერწმუნეთ რომ თქვენზე არა მაქვს საუბარი. თუმცა შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანიც ცოტა ნაკლებად ერკვეულოს ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. იმიტომ საკმაოდ რთული სტრუქტურაა და დღეს ნატო არის ის სტრუქტურა, რომელიც ჯერჯერობით მოდით პირდაპირ ვთქვათ, თვითონ არ არის ჩამოყალიბებული იმაში, რომ მას იქ უნდა მოხდეს რეფორმირება, მაგრამ რა კუთხი და რანაირად და როგორ უნდა მოხდეს რეფორმირება, ჯერ ამაში თვითონ არ არის ჩამოყალიბებული და მოდი ჩვენ ნუ დავიჩემებთ იმას, რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა არის ნატო და როგორ მიდის და რა მიმართულებით მიდის. მე ერთ რა ესე გიპასუხებთ თქვენს უყველას. არსებობს მიზანი და არსებობს საშუალებები. აი მათემატიკური განტოლება რომ შეადგინოთ და ამ მათემატიკურ განტოლებას თქვენ ყველას გისწავლიათ არითმეტიკა სკოლაში და ეს განტოლებები ამოგიხსნიათ, მათემატიკური განტოლებები შეგიდგენიათ კიდევაც და ამოგიხსნიათ კიდევაც, არა? ამოხსნის ხანდახან 2 და 3 ხერხი არსებობს, მაგრამ შედეგი ბოლოს შედეგამდე მაინც ერთია, პასუხი ერთია, ხომ სწორია რა? მაგრამ ეს პასუხი შეიძლება მიიღო უფრო გრძელი გზით წახვიდე, შეიძლება უფრო მოკლე გზით წახვიდე და უფრო რთული და ასეთი გზით. მაგრამ თავარია ერთი ხერხითაც, მეორე ხერხითაც და მესამე ხერხითაც ერთი შედეგისკენ მივიდივართ, იმ შედეგი სხვა არ უნდა იყოს. და შედეგი არის ის წარმატება, შედეგი უნდა იყოს ის წარმატება და შედეგი უნდა იყოს ის გამარჯვება, რაც დაგეგმილია ამ კოალიციაში, ბატონო, საპარლამენტო არჩევნებში. ჯერ საპარლამენტო არჩევნებში, რა თქმა უნდა. და ამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბუნებრივია იბრძოლებენ შემდგომი გამარჯვებისათვის. თუ ამას მიაღწევენ. არა, იცით რა შესაძლოა. მე ამიტომ გითხარით, შეიძლება რესპუბლიკელებს აქვთ მიზნის მისაღწევად რაღაცა სხვა მიმართულება არჩეული, მრეწველებს სხვა მიმართულება და სხვა პარტია სხვა მიმართულება, მაგრამ მიზანი ის რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, ქვეყანა იყოს მთლიანი, გაერთიანებული შემობატონო, ოკუპაციიდან განთავისუფლებული, ის რომ ქვეყანა ერთ მთლიან საზღვრებში იყოს აღიარებული და იყოს დაცული ყოველგვარი სამხედრო აგრესიისაგან და ყოველგვარი ძალადობისაგან, ბუნებრივია ეს მიზანი ყველას ერთი აქვს. ამ მიზნის მისაღწევად
რატო არის ჩვენთვის საშუალებები უფრო მისაღები არა მე არ გეუბნებით თქვენ განსაზღვროთ ჩვენი საშუალებები ჩვენ რასაც ვიძახით რომელი უფრო სწორია და რომელი უფრო სწორი იქნება და კარგი იქნება მაგრამ შედეგის მიღწევისათვის კიდევ საუბრობთ ხათაშორის ახლა საუბრობდი ჩვენ სანამ აქ შემოვიდოდი და მინდა გითხრათ ესეთი მაგალითი მოვიყვანო ნატოს ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ესეთი განცხადება გააკეთა რომ ეს არ არის პრობლემა არ უშლის ხელს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული ოსეთის ტერიტორიების ოკუპაცია ნატოში საქართველოს გაწევრიანებას და მაგალითად მოიყვანა გერმანიის გაყოფილი გერმანიის მაგალითი აბსოლუტურად მიუღებელი მაგალითია მინდა გითხრათ აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გერმანია იყო გაყოფილი ორად რა თქმა უნდა მეორე სამოულობის შემდეგ ჩემო ბატონო მაგრამ ის ორად გაყოფილი გერმანია ერთი ფედერაციული რესპუბლიკა და მეორე დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ორივე იყო აღიარებული მსოფლიოს მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად და ერთი იყო ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე მეორე იყო ნატოს წევრი ქვეყანა ესეთი რამ ჩვენთან დღეს აღიარებული აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ტერიტორია ღმერთისა და ღვთის წყალობით ჯერ მხოლოდ მარტო რუსეთს აქვს აღიარებული ულახდილად თქვა და რეალურად იმ 2 თუ 3 ქვეყანას რომელსაც აღიარებული აქვს იმას არც ვთვლი ანგარიში მე პირადად აქედან გამომდინარე ის სხვადასხვა პირობებია ხო ის აღიარებული იყო მთელი ევროპის ამერიკის და ამის მიერ და ეს არ არის აღიარებული როგორ ვაღიაროთ ჩვენ დამოუკიდებლობა და მე როგორც გერმანია გაერთიანდა მე ვიფიქროთ როგორ გავერთიანდებით ეს პრინციპი თუ ესე უნდა წავიდეს ეს ჩვენთვის მიუღებელია გისმენთ განსხვავებული პოზიცია არა გითხრათ ჩემო არ გავიქცევი არც ერთ კითხვას აბსოლუტურად არც ერთ არავითარი პრობლემა განსხვავებულ პოზიციაში კიდე გიმეორებთ ვართ ერთი პოლიტიკური ძალა ჩვენ მაგალითად დამოუკიდებლად მაგრამ მთელ რიგ საკითხებში შეიძლება ქონდეს განსხვავებული პოზიცია მაგრამ ჩვენი მსჯელობის შემდეგ პოლიცაბჭო ღებულობთ გადაწყვეტილებას კონსენსუსი იქ არ არის ხენ დავამთავრებ თუ შეიძლება ხო სწორია რა და ესე კი არ წლება რომ აი მოდით ხელი ავწიოთ და 5 მომხრია 3 წინააღმდეგი ესე იგი ეს საკითხი გავიდა არა ყველა უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი რომ ვარწმუნებთ რატო არის რომ თანამოაზრეები ქვიან ერთ პოლიტიკურ ძალას ხომ სწორია რა და თანამოაზრეები ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იყვნენ მაგრამ ერთ პოზიციაზე დგებიან და ერთ პოზიციაზე განიხილავენ იგივე პოზიცია იქნება კოალიციაში რა თქმა უნდა ესე ერთი ხელის მოსმით იცით რა შენ ამას ფიქრობ ის ამას ფიქრობს და მოდი ან ესე უნდა გადაწყვეტს ან ესე უნდა გადაწყვეტს არა ერთმანეთის აზრთა ჭეშმარიტებაში უნდა მოხდეს ამ აზრთა გაცვლა და დარწმუნება ერთმანეთის მიმართ ხომ სწორია მიმართულება ის რომ შედეგი მივიღოთ რაც გვინდა მივიღოთ ერთია რა გზით მივიღოთ ამაზე ვინ როგორ დავარწმუნებთ ერთმანეთს ესე მოხდება არა ჯერ არ ყოფილა ამ თემაზე ვშელობა მე მინდა გითხრათ ჯერ აი ახლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადაპტირება ინტეგრაცია რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა სხვა პოლიტიკური ძალასთან ერთად რაღაცნაირად შეერწყას მოხდეს შერწყმა როგორც რაიონების დონეზე პირველადი ორგანიზაციების დონეზე ასე ზემოთ ჩემო ბატონო და მოხდეს აბსოლუტურად ყველა სხვა საკითხების განხილვა ბატონ ეს ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონ ზურაბ ანუ თქვენ როგორც ბრძანეთ ასთა სხვადასხვაობა ნატო საკითხთან დაკავშირებით მე მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის არა მე არ მეთქვია იმ საკითხთან დაკავშირებით ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად ასთა სხვადასხვაობა იყოს კი შეიძლება გეუბნებით შეიძლება იყოს ასთა სხვადასხვაობა სამაგეროდ მიზნის მისაღწევად მიზანი არის მთავარი რა არის ჩვენი მიზანი ჩვენი საერთო მიზანი გითხარით რაც არის საინტერესოა ბიძინა ივანიშვილი რომელ მოდელს უფრო უჭერს ხარ თქვენს ინიციატივას თუ იგივე რესპუბლიკელებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომელ მოდელს უჭერს ხარს ეგ ბატონ ბიძინა ივანიშვილს როცა აქვს თავისი პრესკონფერენცია შეგიძლიათ კითხოთ და რა თქმა უნდა ბუნებრივია ბატონ ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიციას ან თვითონ ან თავისი პრესპიკერის საშუალებით გადმოგცემთ შეთანხმება მოხდება ყველა საკითხზე არა ერთი კითხვა
არა ერთი კითხვა რომელიღაცგან წამოვიდა რომ თქვენ არ იცით მისი პოზიციაო იცით რა შესაძლოა ყველაფერი ვიცით მაგრამ საბოლოო პოზიცია რომელიც ჩამოყალიბდება როგორ იქნება თქვენთვის ყველაზე ადრე გახდება ცნობილი იცით დავით ბერძენიშვილმა გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და მან თქვა რომ გოგის უფადის პოზიცია ნატოს სამმართველოში ცნობილია თუმცა იგივე პოზიციას არ იზიარებს მისი პარტია და ესო კარგახლის წინ არის დაფიქსირებული როგორია თქვენი პოზიცია აი ამ შემთხვევაში მე თავიდან როცა დავიწყე პრესკონფერენცია მაშინვე გითხარით რომ მე და გვატონი გოგის პოზიციები ყოველთვის იყო თანხმედრი არის და იქნება კიდევაც ეხლა როგორ გორიათ სხვა პოლიტიკური ძალის პატრიცემულმა წარმომადგენლებმა უფრო უკეთესად იცის ჩვენ შორის განსხვავებული პოზიცია არსებობს თუ არ არსებობს თუ მე მგონი მე უფრო კარგად ვიცი ჩვენ პოლიტიკური ძალაში როგორი პოზიცია არსებობს არა ალბათ ბატონო ზურა თუ შეიძლება ისევ არჩევნების თემას დაუბრუნდები და კითხავთ კონსტიტუციაში შევიდა რაღაც ცვლილებები მოქალაქეობასთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ აფასებთ იმ ცვლილებებს რაც საკანონმდებლო ორგანომ კი ბატონო პირველ რიგში მე ესე გიპასუხებდი რომ კონსტიტუციის ცვლილებები ჯერ არ შესულა ანუ ცვლილებების პროცესია და განხილვის პროცესი მიმდინარეობს დღეს საერთოდ მიმაჩნია და არაერთხელ დამიფიქსირებია და დღესაც დავაფიქსირებ არ შეიძლება რაიმე ცვლილება გნებავთ კანონში, გნებავთ განსაკუთრებით კონსტიტუციაში. მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც პატივცემულ თუ არა პატივცემულ პიროვნებას ან ორგანიზაციას მოარგო ესა თუ ის კანონი და განსაკუთრებით კონსტიტუცია. თუ ხელისუფლებას უნდა რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ეს გულწრფელია თავიანთ ესე ვთქვათ პოზიციაში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ყველაზე ადვილი არის ჩემო ბატონო მიანიჭონ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა განსაკუთრებით იმ ფონზე რა ფონზეც დღეს არიან საქართველოს მოქალაქეების სხვა ქვეყნის მოქალაქეების და საქართველოს მოქალაქეების და განსაკუთრებით საქართველოში დაბადებული ადამიანს მიანიჭო იმ ფონზე ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ბატონ ბიძინას ბევრის თან შედარებით, არა? მე შემიძლია გითხრათ და თქვენს ბევრი იცით, ვის აქვს მინიჭებული და როგორ აქვს მინიჭებული და მე არც ეს არ ვაკლინებ, ყველას ალბათ საჭირო იყო რომ მინიჭებულიყო და მიენიჭა, მაგრამ იმათთან შედარებით ბატონ ბიძინას, რა ვიცი, რამდენჯერ უფრო მეტი უპირატესობა აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის და უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. იგი არის საქართველოში დაბადებული პიროვნება. იგი არის საქართველოში მოღვაწე პიროვნება. და ისო საქართველოში მოღვაწე პიროვნება, მე მგონი ამას რო გახვიდეთ ქუჩაში, არის სკოლის მოწაფეც კი, პატრიოტული კლასის მოწაფეც კი არ გეტყვის ამის განსხვავებულ პოზიციას. მას საკმაოდ ბევრია გაკეთებული საქართველოში. საკმაოდ ბევრი დახმარებებია გაკეთებული. მათ შორის ბუნებრივია ხელისუფლების მიმართაც და ხელისუფლების თხოვნითაც, არა? და აქედან გამომდინარე და რამდენი გაჭირებულს, რამდენ ადამიანზე არის დახმარებული და ასეთი პიროვნება, ასეთი ქველმოქმედი არ შეიძლება რომ სახელმწიფო მას უარი უთხრას თავის ქვეყნის მოქალაქეობას. რა თქმა უნდა. ბატონო ზურაბ, თქვენი პოლიტიკური გუნდი, მრეწველები მხარს უჭერს თუ არა ნინო ბურჯანაძის კოალიციაში გაწევრიანებას? მე მინდა გითხრათ ეს საკითხი შენ უნდა დადგეს კოალიციაში და მე უნდა მოხდეს მისი გითხავთ, ზოგადად დავამთავრე და მე ჩამეკითხეთ, ხო? კოალიციაში უნდა დადგეს და კოალიციამ უნდა განეხილოს. რაც შეეხება თუ მეკითხებით ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციას, ჩემს პოზიციას ქალბატონ ნინოს მიმართ, მე მიმაჩნია, რომ ქალბატონ ნინო გახლავთ საკმაოდ განათლებული, კარგი პოლიტიკოსი, კარგი პიროვნება, რომელიც არის დღეს ძალიან მწვავე და სერიოზული ოპოზიციური წარმომადგენელი ოპოზიციური სპექტრის. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შეხედულება, მე რა თქმა უნდა ამაში პრობლემას ვერ ხედავ და პირიქით ვისურვებდი რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ყოფილიყოს გაერთიანებული. თუმცა
მე მინდა გითხრათ, აი დაკვეთა როცა საზოგადოება და მოდის ხოლმე რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი მოხდეს, მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, ეს ნამდვილად ვერ მოხერხდება და ძალიან ძნელია ხოლმე. გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. რა თქმა უნდა, ეს კოალიციის მიერ დაგეგმილი აქცია არის და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას და აქტიურ მონაწილეობას 27 მაისს დაგეგმილ მანიფესტაციაში. არა, ჩემი და ბატონი ბიზნეს შეხვედრის დროს ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. დიდი მადლობა. კი ბატონო, არაფერი პრობლემა არ არის.